რა არის ყველაზე რთული სალაპარაკო ინგლისურის შესწავლისას? დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. თუ კი ჩვენ ერთმანეთს დაუპირისპირებთ ქართულის და ინგლისურის გრამატიკას, ჩვენ დავწუნდებით, რომ ქართული ენის გრამატიკა არის დაახლოებით დოქტორანტურის დონე, მაშინ როდესაც ინგლისური არის ხოლმე რაღაც დამწყები კლასის დონე. მაგალითად, ქართულად ჩვენ ვიტყვით მე დავდივარ, შენ დადიხარ, ის დადის, ჩვენ დავდივართ, თქვენ დადიხართ, ისინი დადიან. ყველა წინადადებაში ზმნის ფორმა შეიცვალა, რაც ძალიან რთულს ხდის ქართული ენის შესწავლას. ეხლა გადავინაცვლოთ ინგლისურის ნაწილში. I go, you go, we go, you go, they go. სულ ერთი და იგივე, ესე ვთქვათ, ზმნის ფორმას გამოვიყენებ, თუმცა ნაცვალსახელის მესამე პირის შემთხვევაში ესე ემატება he goes, she goes, it goes. ძალიან ხშირად ვსვენია სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ შევისწავლე იტალიური, ბერძნული, ესპანური და ასე შემდეგ დროის შედარებით ბევრად მოკლე პერიოდში. მაშინ როდესაც მათი გრამატიკა ასევე ბევრად რთულია, ვიდრე ინგლისური ენის გრამატიკა, მაგრამ ეს ინგლისური ენის შესწავლა დროში იწყება. რატომ ხდება ეს? ყველაზე რთული საკითხი ინგლისურის შესწავლისას გახლავთ სიტყვების დამახსოვრება. ეხლა რატომ? ზემოთ ხსენებული ენების გათვალისწინებით უმეტეს შემთხვევაში გულისხმობ სიტყვები იკითხება ისე, როგორც იწერება. მაშინ, როდესაც ინგლისურში ესე არ არის. უმეტეს შემთხვევაში სიტყვები იკითხება ისე, როგორც ის არ იწერება. მაგალითად, იტალიურად სახლი იწერება casa, გამოითქმის casa. მაშინ, როდესაც ინგლისურში იწერება house, გამოითქმის house. მეგობარი იტალიურად amigo, ხოლო ინგლისურად იწერება friend და გამოითქმის friend. აი ყველაზე დიდი დრო მიაქვს აი ამ გამოთქმების შესწავლას. რაც თავისთავად დროში წელავს სალაპარაკო ინგლისურის შესწავლას. უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინგლისური სიტყვების გამოთქმები დროის შედარებით მოკლე პერიოდში შევისწავლოთ, აირებთ Google-ის საძიებო სისტემას და ჩაწერთ მაგალითად house და მიუთითებთ მსგავსი ჟღერადობის სიტყვები. ან მაგალითად ჩაწერთ სიტყვა cat, კატას და მსგავსი ჟღერადობის სიტყვები. house-ის შემთხვევაში house, mouse, blouse, spouse. cat-ის შემთხვევაში cat-ი cat იწერება, გამოითქმის cat, cat, hat, rat, flat, that და ასე შემდეგ. ეს ბევრად დააჩქარებს ინგლისური სიტყვების სწორი გამოთქმებით შესწავლას.